პავლიაშვილი ეს არის გადაცემა ჩვენი დრო, რომელიც გადის პოლიტიკური პარტიის ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე. დღეს საქართველოში საპროტესტო აქციების 26 დღეა, ანუ 26 დღეა ადამიანები ქუჩაში არიან გამოსულები და ხელისუფლებისგან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან ერთადერთ რამეს ითხოვენ. ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სხვათა შორის დღეს ეგრეთ წოდებული ბარიერგადალახული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ ასევე ყოფილი სამხედროები და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი აზრით, როდესაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიებმა არ უნდა მოვკლათო ჩვენი თავიო, ეს სამოქალაქო აქტივიზმიო გასაგებია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მე ერთ-ერთ ადამიანს კომენტარად მიუწერა, რომ მან უთხრა რა გეგმა გაქვთო და გვარამიამ მიუწერა, რომ რატო უნდა გითხრათ თქვენ გეგმაო და ამას მოყვა მთელი განხილვები სოციალურ ქსელში. ამ თემებს გავშლით, დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ეს არ არის პარტიის წარმომადგენელი, უბრალოდ არის სამოქალაქო აქტივისტი ტომირის კამაროვა. ტომირის მოგესალმები. მე აქვე გეტყვით, რომ ტომირისი არ არის ქართველი, მაგრამ ძალიან კარგად იცის ქართული. ბევრი წელია უკვე ცხოვრობს საქართველოში და ბოლო 2 წელში ისწავლე, ხო, ქართული თუ არა? 3 წელში ისწავლა ქართული და რაც მთავარია, ტომირისი დგას ისტორიის სწორ მხარეს. თავის თავზე თვითონ გვიამბობს და მე გზადაგზა გავარკვიოთ ბევრი რამ. რატო გადაწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა და მით უმეტეს რატო გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი უცხო ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. როგორ ავირჩიე საქართველო და პირველად მე ჩამოვედი როგორც ტურისტი, მაშინ უკვე წლებია ვემზადებოდი იმისთვის, რომ ჩეხეთში რომელ წელს ჩამოხვედი? 2011-ში. ვაპირებდი ჩეხეთში წასვლას, იქ ბრნოში, ქალაქ ბრნოში სტუდენტური ქალაქია, კარგი პირობებია და როდესაც შენ კარგად ემზადები გამოცდებისთვის და შემდეგ მაგ გამოცდებს აბარებ, გიიღებენ უფასოდ. ასე რომ მქონდა ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობები, მაგრამ ამ პერიოდში როცა მივიღე შენგენი ვიზა, შენ რომელი ქვეყნიდან ხარ? თუ არ არის რუსეთი, მაგრამ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ კონკრეტულად მე მგონი ქალაქი ორჯონიკიცა. ანუ ჩრდილოეთ ოსეთიდან. კი ბატონო. მთლად რუსეთი არ არის, უბრალოდ ფედერაციაში შედის რუსეთი, ხო? კავკასია ჩემთვის მაინც სხვა არის, ანუ ძალიან განსხვავდება მენტალიტეტით და ბევრი რამით და საქართველოში რო ჩამოვედი, მე არ მიგრძნია თავი როგორც უცხო ადამიანი, ან არავისგან არასდროს და ისე შემიყვარდა, ისე მომეწონა ყველაფერი, ანუ ჯერ ერთი რომ აქ პერიოდში დღევანდელი დღისგან განსხვავებულით და ბოლო წლებისგან განსხვავებულით საქართველოს როგორც ქვეყანას ჰქონდა ძალიან ბევრი პერსპექტივა, შესაძლებლობები, ასევე ანუ ცხოვრება იყო მოწესრიგებული 2010-ში. 2011-ში. მაგრამ მაშინ პოლიტიკით არ იყავი დაინტერესებული. არც სამოქალაქო აქტივიზმით, ხო? არც სამოქალაქო აქტივიზმით აქ, იმიტომ რომ ანუ მე უყურებდი საქართველოს როგორც ჩვეულებრივ ევროპულ ქვეყანას, სადაც უკვე ყველაფერი დალაგებულია და ანუ არ იყო მიზეზი იმ, ესე ვთქვათ, გაბრაზების ჩემთვის მაგ პერიოდში თან ახალი ჩამოსული ვიყავი, შეიძლება რაღაცებს ვერ ვხედავდი. მაგრამ აი ესე ზედაპირულად როგორც ტურისტი რო ვნახე, ძალიან მომეწონა, ძალიან შემიყვარდა და უბრალოდ მერე დროთა განმავლობაში სიტუაციაც შეიცვალა და ადრე რუსეთში მე ვიყავი ყოველთვის აქტივისტი. 11 წლის ვიყავ პირველად, როცა გამოვედი სიტყვით მიტინგზე, იმიტომ რომ პუტინის წინააღმდეგ თუ აი რა ჩვენ ქალაქში იყო ესეთი კარხანა გახსნილი, რომელიც არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყოს ქალაქის ფარგლებში, იმიტომ რომ აბინძურებდა ჰაერს, აბინძურებდა მიწას, იქ ეს ცოტა ცალკე ამბავი და ცოტა დიდი დრო უნდა მაგას და მე არ მინდოდა რომ ეკოლოგიური სიტუაცია ჩვენ ქალაქში და არა მხოლოდ ქალაქში და ასევე მთელ რესპუბლიკაში იმდენად გაფუჭდეს, რომ შემდეგ ახალგაზრდებს შეექმნას პრობლემა. კი ბატონო. ბავშვთან. ანუ ხელისუფლებას დაუპირისპირდით 11 წლის ასაკში. დიახ. მაგრამ ეს იყო შენ სამშობლოში, ხო, ტომირის? ხარ ეხლა უცხო ქვეყანაში.
აქ როგორ გახდი სამოქალაქო აქტივისტი? სხვათა შორის შენ არ ახარ ერთადერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას. აი სხვათა შორის გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო ახალგაზრდას უჭირავს ბანერი, რომელზეც წერია, რომ მე ვარ რუსეთიდან, მაგრამ მე მინდა რომ რუსეთმა საქართველოსდან, ცოტა უცმაწურად ეწოდა, საქართველოსდან წავიდესო, თუ ნახე ეს ფოტო არ ვიცი. ანუ მარტო შენ არ ახარ, აი რას აპროტესტებ აქ და მარტო ბოლო პროტესტში არ ახარ ჩართული, ხო? მანამდეც რაც ხდებოდა, რა გიშლის ნერვებს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ, მოქალაქე არ ახარ, მაგრამ აქ ცხოვრობ, ხო, უკვე 13 წელია. როგორც უკვე აღნიშნეთ, რომ დგავარ ისტორიის სწორ მხარეს, სულ ყოველთვის მე ვიდგები სამართლიან მხარეს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანად მოიქცეს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს და შეიძლება ითქვას, რომ კი ბატონო, ჩემს გამო, იმიტომ რომ მე აქ ცხოვრობ, ეს ქვეყანა მიყვარს, სამშობლო არის ჩემთვის, მინდა რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგრამ ასევე ყოველდღიურად ვხვდები სხვადასხვა ადამიანებს, გინდა იყოს ტაქსის მძღოლი, გინდა იყოს ბაზრობაზე ვაჭარი. მე მაგ ადამიანებს ვესაუბრები, მე ვიცი რა პრობლემებიც არსებობს და უკიდურეს გაჭირვებამდე არის მიყვანილი ხალხი და შემიძლია პირდაპირ ციტატად ვთქვა, ერთ-ერთი დღეს ეს ადამიანი არის ტაქსის მძღოლი, მაგრამ არის ორი ომის ვეტერანი, აფხაზეთთან ომის და ოსეთთან ომის ვეტერანი და რუსეთთან ორივე შემთხვევაში არ იყო ეს. კი ბატონო, ძალიან სწორი შენიშვნა. და ეს ადამიანი რომ მეუბნება, რომ მე ვერ მივდივარ, აი თქვენ რატო არ მიდიხარ, თქვენ ხო გაქვთ საშუალება და შესაძლებლობა. ხო, ეგ მინდოდა მეკითხა. არ მინდა წასვლა. და არ მინდა წასვლა ორმაგად არ მინდა იმის გამო, რომ აი ეს ადამიანი, ეს კაცი იმდენად ჩამიჯდა გულში, რომ აი ძალიან ბევრი შემთხვევა არის ესეთი და ძალიან უამრავი ადამიანი მე მაქვს ემპათია მაგათ მიმართ და არ შემიძლია რომ ეს ყველაფერი უყურადღებოდ დავტოვო. ტომირის, მოდი ასე კითხავ. შენ განათლება მიიღე საქართველოში. კი. და შენ განათლება არის ევროპული, ხო? მე დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ფაკულტეტ ბიზნეს ადმინისტრირება. აი რუსეთის ფედერაციაში მსგავს განათლებას მიიღებდი? დიდ ქალაქში შეიძლება მოსკოვში სავარაუდოდ. კი, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, მაგრამ მე არ შემიძლია სწორი შეფასება გავაკეთო, რადგან იქ არ მისწავლია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს უნივერსიტეტი მთელ კავკასიაში იქნება ყველაზე საუკეთესო. ანუ რა არის თქმა მინდა, შენ როგორც საქართველოს მოგცა ევროპული განათლება. როდის იგრძენი, რომ საქართველოს გადაუხვია ევროპული გზიდან? 2012 წელს მე ეგრევე ვიცოდი ეგ, იმიტომ რომ რუსეთის ხელწერა ჩემთვის არის ნაცნობი, შეიძლება ბევრისთვის ეს არ იყო წყადი მაშინ და ფიქრობდნენ, რომ კი ეს ხალხი გვიშველის კარგ რაღაცას გააკეთებს საქართველოსთვის და მოტყუებული დავრჩნენ. აი დღეს იყო ფლეშმობი Facebook-ზე სხვათა შორის, რომ განკოცებულების მარში გავაკეთოთ. მე იქ დავიბადე, გავიზარდე და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს რუსეთი. რას ნიშნავს? მოდი ესაც მითხარი. რატო არის რუსეთი კარგი და ევროპა ცუდი მაპატია და ევროპა კარგი? მე არ მიყვარს ესეთი ცხოვრება, როცა საპატრულო გაჩერებს უმიზეზოდ. ჩვენთანაც უკვე მიიღეს კანონი, რომ შეუძლია 48 საათი დაგაკავოს პოლიციამ, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ შეიძლება მომავალ წელს დანაშაული ჩაიდინო. მაგრამ ადმინისტრაციული წესით. ხდება ესეთი რამ, რომ რუსეთში როცა გაჩერებს საპატრულო, ავტომატურად ეძებს აფულეს. ეს უკვე ანუ ნორმალური ცხოვრების ნაწილი გახდა, რომ პოლიციას უნდა მისცე ხრთამი, ექიმს უნდა მისცე ხრთამი, უნივერსიტეტში მოხვედრა თუ გინდა და ვინმე ნაცნობი არ ყავს ან ნათესავი, ან ფული თუ არ გაქვს, იქ ანუ მაგიტომაც არ მინდოდა, ანუ არაფასებს ეს ქვეყანა ნიჭიერ ახალგაზრდებს, არანაირად ხელს არ უწყობს, იქ ყველანაირი საკითხი გვარდება ფულით ან ნაცნობობით. ადამიანის უფლებები როგორ არის? აი, ვიღაცებს არ ჯერათ, ხო და დარჩენილები არიან იმ პერიოდში, როდესაც 27 მანეთად შეიძლება ეს ფიგურალურად არის, მაგრამ რუსეთში გაფრენა, სლენგით რო ვთქვათ, რაღაცა რუს ნაშებთან გულავი და ასე შემდეგ. ვიღაცებს ამის ნოსტალგია აქვს, ახალგაზრდებს არა, რა თქმა უნდა. აი, ჩემზე უფროს თაობა, ჩემ თაობასაც შეიძლება ჯერ კიდევ. როგორ არის იქ დაცული ადამიანის უფლებები? აი, თავისუფლად შეუძლია შენი მშობლები იქ ცხოვრობენ, ხო?
მაგ დედა მყავს, აქ არის ჩემთან ერთად. აქ არის. ანუ იქ ხო ყავს, არ ვიცი, ბიძაშვილები, ნაცნობები, მეგობრები. აი მან შეუძლიათ გამოვიდნენ რამე გააპროტესტონ? რა თქმა უნდა არა. ან სოციალურ ქსელში დაწერონ. ადამიანის უფლებებზე საუბარი, ანუ რაც შეეხება პროტესტს, ელემენტარულად შენ როგორც ჩვენ ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ Facebook-ზე ნებისმიერ ჯერჯერობით გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნებისმიერ პიროვნებაზე დავწეროთ Facebook-ზე ჩვენი აზრი თავისუფლად გამოვხატოთ, რუსეთში მაგაზე ელოდება ადამიანს ციხე. იმიტომ რომ იყო შემთხვევა, რომ 15 წლის ბიჭი იმის გულისთვის დაიჭირეს, რომ Minecraft-ი არის კომპიუტერული თამაში, მან რაღაცა აფეთქა, მაგრამ თამაშია და ჯერ ბავშვია, 15 წლის ჩემთვის თამაშია აფეთქა? კი. და მერე დაიჭირეს ეს ბიჭი. იმის გულისთვის, რომ იქ რუსული ბაზა აფეთქა ამ თამაშში თუ რა ხდება? დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ანუ დაუკავშირეს ისე მოატრიალეს ეს ყველაფერი, რომ აი ტერორისტულ აქტად ჩვენთანაც ხო ხდება, აი დაიჭირეს ხო 18 წლის, 17 წლის ბავშვები და სახელმწიფო გადატრიალების ლამის მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსით, ხო, ეხლა ნოემბრის აქციებზე. ანუ პარალელების გავლება შეგიძლია? შენ ორივე ქვეყანას იცნობ, ორივე სახელმწიფოს. რუსეთის ფედერაციასაც და საქართველოსაც. საქართველოს იცნობდი მანამდეც, ვიდრე გაქოცდებოდა, ასე ვთქვათ. კი, და ბევრად უკეთესი ცხოვრება იყო, მე რომ მკითხოთ, ანუ როგორც მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელიც გადმოვიდა რუსეთიდან და თითოეული ტურისტი ბრუნდებოდა გაოცებული, რომ როგორ ყველაზე კორუმპირებული საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველა ემორჩილებოდა კანონს, სადაც ჩვენ სამართალდამცველებს ვუყურებდით ისე, რომ ანუ პატივისცემით ვუყურებდით, ანუ ეს ხალხი ჩვენთვის არაფერს არ აშავებდა, თავის მოვალეობას ასრულებდა და მოახდინა ქართულმა ოცნებამ პირდაპირ თუ შეიძლება რომ ესე ვთქვათ, მოახდინა, რომ ისევ ეს ხალხი გაამტეროს დანარჩენ საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებს ეშინიათ. მე მაქვს ნანახი კადრები, მეტროში ჩასულები უკვე აქციიდან წასულები სახლისკენ მიმართნებოდნენ და მეტროში ჩასულებმა რო დაინახეს ეს ფორმიანი ხალხი, გოგოებს ჰქონდათ ისტერიკა. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი, რომ ესეთი გახდა სამართალდამცველი გახდა ესეთი ამ ახალგაზრდების თვალებში, როცა ხვალზე, როცა საჭირო გახდება, ის არ დაუძახებს, ის არ დაურეკავს საპატიოში, იმიტომ რომ ისიც ეშინია მაგ ადამიანს. შიში აქვს. ტომერის წერან კითხე და ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. რატომ გახვედი ქუჩაში? შენ ხო არ ახარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ხო? ნუ თქვა დღეს აქ ცხოვრობ, ბოლო წლები აქ ცხოვრობ, მაგრამ ხვალ შეიძლება არ იცხოვრო აქ და წახვიდე ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რატო გადიხარ გარეთ? აი რა არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი. პირველ რიგში მე უსამართლობას არ დავტოვებ უყურადღებად, არასდროს არ ვიდგები გვერდზე და არ ვიქნები ისე, რომ ანუ ვუყურებ რა ხდება. მყავს უამრავი მეგობარი აქ საქართველოში ან საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში ჩემი ტოლები ძალიან ბევრი არიან წასულები ან ევროპაში ან ამერიკაში და ფიზიკურად არ მყავს ვინმე ადამიანი, რომ ვნახო. ესეც არის იმის ბრალი, რომ ჩვენ იმ ვექტორიდან, იმ მიმართულებიდან გადავიხვიეთ. ასევე არ გადაუხვეთო, აი კობახიძეც ამბობს, ბინარაძეც, რომ უბრალოდ ცუდად გაიგეთო, უბრალოდ შევაჩერეთო და თუ მოგცემენო მოვაწერთო. გაგვიხსენით და მოვაწერთო. არც ვიცი, აი რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, შეიძლება იმ ადამიანებისთვის ეს იყოს დამაჯერებელი, მაგრამ ეს ტყუილები ჩვენ გავლილი გვაქვს რუსეთში, მსგავსი ტყუილები და ასევე აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემს გამოსვლაში ის მომენტი, რომ აი კიდევ არსებობს ეს ხალხის კატეგორია, რომლისთვისაც არსებობს კითხვა, რას ვაპროტესტებთ, რატო გამოვდივარ, ვერ ხვდებიან ნახდათ, რომ ჩვენ მივეკანებით რუსეთისკენ, ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს რუსეთი და აი ელემენტარული, რომ
არა მხოლოდ Facebook-იდან უნდა მიიღო ინფორმაცია და რასაც გაცვდიან. ცოტა იქით გაიხედა, აქეთ გაიხედა ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები, იკითხე ადამიანებს. ალბათ საჭირო არის რომ გადავიდეს და ერთი რამდენსაც გაუძლებს იმდენი ხანი იცხოვროს რუსეთში, რომ დაბრუნდეს და თქვას, რომ თურმე რა კარგი და პერსპექტიული ქვეყანა გქონია და რას უშვებიან ეს დღევანდელ ხელისუფლებაში უკვე არალეგიტიმურ ხელისუფლებაში მყოფი პიროვნებები. აი, რო დადიხარ აქციებზე, ხო? არ გეუბნებიან იქ ვიღაცები, ვინც არ არის კეთილად განწყობილი ამ აქციების მიმართ, მინიმუმ არ არის კეთილად განწყობილი. კაცო, შენ რა გინდა ჩვენს ქვეყანაში, ხო? გინდა აგენტების კანონს მივიღებთ, გინდა ევროპისკენ წავალთ, გინდა რუსეთისკენ და გინდა არ ვიცი. ჩრდილოეთ კორეისკენ. არასდროს ანუ აი ლოგიკურადაც რომ მივუდგეთ, ხო, არ ახარ ამ ქვეყნის მოქალაქე და რა გაღელვებს? მარტო უსამართლობა ბევრი არის პლანეტაზე. მხოლოდ და მხოლოდ საბუთი ჩემთვის არ ნიშნავს მოქალაქეობას. უბრალოდ აი ეს საკითხი ვერ მოვაგვაროთ, თორემ მე სრულიად ვგრძნობ თავს როგორც ნებისმიერი სხვა საქართველოს მოქალაქე, აქ გავხდი სრულყოფილი ადამიანი, უკვე გავიაზრე ეს ცხოვრება, მივიღე განათლება, ვიმუშავე ძალიან ბევრ ადგილას, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და მინდა რომ მეც გავხდე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი, ესე ვთქვა. და რუსეთში არ გექმნება პრობლემები? აი რო ჩახვიდე დღეს, შეგიქმნიან პრობლემებს? არ დავდივარ იქ ჩემი პრინციპი შეიძლება საერთოდ აღარასდროს გადავიდე იქით მხარეს იმის გამო რომ საქართველოს თავს არ ანებებ. აი ემდენად გული მტკივა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აი რო არ ყოფილიყოს ეს კარგი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, ალბათ ესე გული არ დამწვებოდა, მაგრამ როცა უკვე ვნახეთ, რომ შესაძლებელია ეს ქვეყანა გახდეს სინგაპურის დონის ქვეყანა, როგორ შეიძლება ეს შანსი გაუშვოთ ხელიდან? მე მინდა რომ იმ დანარჩენ ხალხსაც ეს გავაგებინო. იმ ადგერში დაუდგეთ, ვინც მაგისთვის იბრძვის და რა თქმა უნდა, მე ვთვლი საჭიროდ, როცა ვდგავარ რუსთაველზე, დავიწვა ეს ახალგაზრდები, ის ბავშვები, ის მოხუცები, ქალები, ბიჭები, ნებისმიერი ადამიანი და არ დავტოვო იქ ესე უყურებელობა. ერთი ცოტა უცნაური კითხვა, კი არა, ლოგიკური კითხვა უნდა დაგისვა. და ამ ეს ფრაზა თავის დროზე როგორც მახსოვს, თქვა ერთმა აწყვე განქოცებულმა თანამდებობის პირმა. ამ დღეს აღარ იქოცი, რომ როგორ შეიძლება მე მგონი მან თქვა, ზუსტად არ ვიცი, როგორ შეიძლებაო პუტინი ადამიანი და როგორ შეიძლება ადამიანი მტერი იყოსო. არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი? აი შე როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რა სიტყვი ამაზე? მე მგონი აი ძალიან ადვილია მაგ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, კი არის. ადამიანი, რომელიც უყურებს ქვეყანას ისე როგორც ფულის კეტების მექანიზმს, აი კიდევ აქედან შემიძლია რაღაცა გავაკეთო და მოვიხმარო იმისთვის, რომ კიდევ უარესი ქმედებები ჩავიდინო უკრაინაში. იმიტომ რომ რაც ფული მიდის საქართველოდან, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაში იხარჯება ეს ფული. საქართველოს რა ფული მიდის? ანუ ძალიან ბევრი ჩამოსული აქვს გახსნილი ბიზნესები და ესე ვთქვათ, ანუ პირდაპირ რო ვერ ურიცხავენ რუსეთში რაღაცა ფულს, იყენებენ საქართველოს როგორც გამკარად, გასაგებია. და აი ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ძალიან ბევრი ტურისტი, აი განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის მერე, ვინ ჩამოდის საქართველოში, უმეტესობა არის სპეცსამსახურთან დაკავშირებული. ამაზე რა ინფორმაცია გაქვს? სამწუხაროდ მე მაქვს მხოლოდ ვარაუდები. ეს არის ლოგიკური. როდესაც ფიქრობენ ქვეყნის უკვე 100%-იან ოკუპაციაზე, 20% უკვე არის ოკუპირებული. რჩება დანარჩენი საქართველო. ვერ აიღეს ეს ტერიტორიები ომით.
ვერ აიღეს ვერანაირად ვერაფრით და ხდება მწოცავი ოკუპაცია, ხდება თავიანთი ხალხის ჩანერგვა, რომელიც უკვე აი რაღაცა აზრს ავრცელებს აქ ისე ტექნიკურად, რომ ჩვენ უკვე მხოლოდ მაგის შედეგებს ვხედავ, რომ ზოგი გამოდის და ისეთ სისულელებს საუბრობს, რომ გამეორებაც არ მინდა. მაგრამ საკითხი არის იმაზე, რომ ხდება საქართველოს ოკუპაცია ომის გარეშე და მაგ ომით მხოლოდ და მხოლოდ აშინებენ ხალხს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ძალიან მკვნეული თემა, თუ შეიძლება ისე ვთქვა, რომ სუსტი წერტილია, რამდენი ომი გამოვლილი აქვს საქართველოს და არ შეიძლება მაგ ემოციებზე თამაში. არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანია ჯერ კიდე დღემდე არის დევნილი სტატუსით და უსახკარო, ან ქირი ცხოვრობს, ან რიგში ელოდება, არ უნდა რომ გაიხსენოს ეს და იმ კადრების გამოყენება წინასაარჩევნოდ რა ბანერებიც დავინახეთ, არ შეიძლება საკუთარ ხალხს ისე მოიქცე და მაგათ ემოციებზე ესე თამაში არის არაადამიანობა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. აი, როდესაც აქციაზე მიდიხარ, არ გაქვს შიშის განს და მაინც სხვა მომენტია, როცა ხარ უცხო ქვეყანაში, მე რა ბევრი წელი აქ ცხოვრობ. მაგრამ მაინც ხო, კი, მეგობრებიც გყავს, ახლობლებიც, მაგრამ აი მიდიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც ხედავ რომ მთელი, რა ვიცი, 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე არბევდა ოცნება, მშვიდობიან ახალგაზრდებს, მომიტინგებს, არ ქონია ეს განცდა, რომ აი მეც არ რაღაც არ მომარტყან, არ დავშავდე, არ დამინჭირონ და ასე შემდეგ. ეს მომენტი თუ გქონია. სულ ყოველთვის ვდგავარ წინახარზე, არასდროს არ ვიდგები სადღაც უკან, არ დავტოვებ იქ არც ერთ ადამიანს მარტო, არ მეშინია არც გაზების, არც რეზინის ტყვიების. შეიძლება ვთქვა, რომ აი რისი უნდა მეშინოდეს იმაზე მეტი, ვიდრე იმ ფაქტს, რომ შეიძლება დავკარგოთ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და ეს გახდეს რუსეთის გუბერნია. ამაზე დიდი შიში, ანუ შიში საერთოდ არანაირი არ უნდა გქონდეს ადამიანს. როცა იქ მიდიხარ, უნდა იცოდე, რაზეც მიდიხარ და რატო მიდიხარ. რატო გიყვარს საქართველო? გიყვარს ტერიტორია, რომელსაც კითხვას დავსვამ, რომელსაც ქვია საქართველო. გიყვარს იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ შენ დაგანახა სხვა ცხოვრება, ვიდრე 18 წლის იყავი, ხო, როდესაც ჩამოხვედი? არა, უფრო პატარა. უფრო პატარა. ნუ თქვათ 16 წლისა უყურებდი რუსეთის ფედერაციაში და აქ ნახე სხვა ცხოვრება. გიყვარს იმიტომ, რომ მოგცა განათლება და კარგი ხარისხიანი განათლება, თუ აი რატო? რატო გიყვარს ეს ქვეყანა? ძალიან კარგი პასუხი მაქვს მაგ კითხვაზე, ძალიან მიყვარს ეს კითხვა სხვათა შორის. ბევრს უყვარს საქართველო, მაგრამ შეიძლება ბევრს არ უყვარდეს ქართველები. მე მიყვარს საქართველო და მე მიყვარს ქართველი ერი. ხოცი ქართველებიც გიყვარს? ეს უკვე ნუ არ არის მთლად ახლა რელევანტური კითხვა, მაგრამ არა უშავს. უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ სიყვარული ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, მაგრამ ყველანაირად უნდა სცადო მაგ ხალხის გამოსწორება. აი მე ვეძახი მაგათ სწორ გზას აწტენილი ხალხი. აი ტომირის განათლებული გოგო ხარ. აი მე არ მინდა ამ ადამიანის სახელით და გვარის დასახელება, იმიტომ რომ რაღაც პირადი კომუნიკაცია მქონდა წარსულში და რაღაც მეგობრები არ ყოფილვართ, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ ახალი ვერსია იესოს დევნის გუშინ. ხო რომ ნაძვისხემ გადაარჩინა. კი, სცენიდან რომ ხოდა. აი ეს ადგილი მე კი იყო რაღაცა გამართლება თავის მართლება, რომ აი ამომინჭრეს, რომ მე ვთქვი, რომ არსებობს ასეთი თქმულება, მე არ გამიგე ასეთი თქმულება, რომ საწლის ხვდები საცაა და არ გამიგე, მაგრამ აი ეს მიზანმიმართულად აკეთებს ოცნება ამას, რომ ადამიანებს დააჯეროს, აცხოვროს ირეალურ ქვეყანაში, ირეალურ წარმოსახვებში და უთხრას, რომ აი ყველაფერი კარგად არის. ამიტომ აკეთებს მსგავს რაღაცებს, აი თუნდაც ნაძვისხის მაგალითზე რო ვთქვათ. მე არ მჯერა ჯერ ერთის რომ ამდენი ჭკუა მოიკითხება იმათ, რომ თვითონ მოიგონონ ესეთი გლობალური სხემები ხალხის
დაბოლების თუ ხო, კი ბატონო. რო ვთქვა. აბა რუსული სპეცსამსახურებია ეს ამ ყველაფრის უკან? ეს არის ძალიან ძველი, ძალიან დაბალი დონის სხემები, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს და იმის მერე არ შეცვლილა და აი იმათი მხრიდან შეხედეთ, ყავს მეზობელი ქვეყანა, არც ისე დიდი, მაგრამ ბევრად წარმატებული, მე იმ პერიოდზე ვამბობ და უყურებ და შენ ჯერ შური გაქვს, თან ბრაზდები, თან გესმის, იმდენი გესმის, რომ ეხლა აი ჩვენი მოქალაქე იქ რო ჩავა და იმ კარგ ცხოვრებას ნახავს, იფიქრებს, რომ ამ ხელა ქვეყანა, ამ ხელა რესურსები, ნავთიც არის, გაზიც არის, ოქროც არის და ჯერ ამ ხელა ტერიტორიები, ტყეებიც არის და ჩვენ რატომ ახლოსაც არ ვართ იმათთან და შემდეგ ფიქრობ, აი ბოროტული ტვინი ძალიან რთულია, გაიგო ბოროტული ტვინის აზროვნება, როცა შენ არ ხარ ბოროტი. როცა ხარ კეთილი ადამიანი, აი ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები რომ გაგაგებინოთ თუ როგორ მუშაობს მაგათი ტვინი, ან როცა ადამიანი არის ბოროტი და სურს მხოლოდ ცუდი და ბოროტული, უნდა რომ ეს გააფუჩოს რაღაცეისეს და შემდეგ უკვე რაღაცეები უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურები რო ესე გააფუჩა ისე თუ ასე ჯერ კიდე ვუძლებთ მაგ მხრივ და შემდეგ ვუყურებ სუფთა რწმენას. ისეთი რწმენა მე ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, ანუ მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ესეთი სუფთა რწმენა, რაც მე ვნახე საქართველოში, მე მოვინათლე 2021 წელს, მონათლული ვარ საქართველოში. სხვათა შორის ეს ჩემთვის არის მეორე დაბადებად ითვლება ჩემთვის. ასე რომ მაგიტომაც მართლმადიდებლად მოინათლე. და აი დაინახეს რომ ქართული ნათლიები ყავს? კი. აი იქ რუსეთში რომ ეკლესია გახდა, ისიც უпростоროდ გახადეს ფულის კეტების მეხანიზმს, აქ რო უყურებდნენ რომ მართლა სუფთა რწმენა, ხალხს მართლა წამს და რასაც აკეთებენ, გულით აკეთებენ, გააგიჟეს. ხო, მაგრამ ამაზე შორს წაგვიყვან საუბარი ბევრი სასულიერო პირის, სხვათა შორის დაანონსებულია სასულიერო პირების შვილების მარში, თუ არ ვცდები ხვალ, თუ არ ვცდები, თუ დღეს აღარ მახსოვს. მაგრამ სასულიერო პირებიც არ იქცევიან ხო სათანადოდ, მაგალითად კეკელიას მაგალითზე, როდესაც თქვა რომ ეკლესიაში შემომივარდნენ და მე თქვა რომ არ შემომივარდნენ და ასე შემდეგ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. არ გიქმნის პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება? არ ვიცი იქ ძალოვანები არიან, სპეცსამსახურები არიან. ანუ გრძნობ რომ არ რაღაც გითვალთვალებენ ან რაღაცა აი მეთვალყურების ქვეშ ხარ. ჯერ მე მხოლოდ შეიძლება მქონდეს რაღაცის ვარაუდები, მაგრამ ესე ღიად ჯერჯერობით არა და უბრალოდ აი როგორც ხდებოდნენ სხვა ადამიანებს სახთან აქციის მერე, მე მაქვს მაგ მხრივ შეღავათი, რომ იმდენი კამერა არის დაყენებული კორპუსთან, იმიტომ რომ გვერდზე აკადემიაც არის და უბრალოდ ახლოს ვერ მივა. თორე დავრწმუნებული ვარ, ვიღაცა თითუშკე იქნებოდა ჩემთანაც გამოგზავნილი. მე მიგუცნია მხოლოდ ის მომენტი, როცა წინახაზზე ვიდექი, რომ დამიზნებით დავრწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სამჯერო გაზის კაფსულა ხდება, ეს არ შეიძლება რომ უბრალოდ ხაერიდან სადღაც შემთხვევით მოხდა, ეს მოხდა დამიზნებით. ნუ შეიძლება იქ ის სპეცები გადაობდნენ, რომ დარბის იქით-აქით და მოდი ვესროლოთ, მაგრამ ეს არ არის ადამიანური მოქცევა. მithumetes მე მგონი რაც არ უნდა მესვას არის ეს რუსული მეთოდი? კი ბატონო. და უბრალოდ ჯერჯერობით რაღაცებს ვერ ბედავენ, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ეს საქართველოა. აი ეგ სიტყვები მithქვამს ბარიკადასთან რო ვიდექი პირდაპირ ეთერში, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს საქართველოა. აქ იგივე გზა ვერ იქნება, ვერ გავივლით იგივე გზას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე არ მოხდეს. ბოლო-ბოლო აქვთ ქვეყანა, მიხედონ, დაგვანებონ თავი. რუსებზე ამბობ თუ ოცნებაზე? რუსებზეც და მაგათ კოლეგებზე, ქართულ ოცნებაზე, ქართული ოცნება ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე. კარგი. რისი მოლოდინი გაქვს? რა მოხდა? კულმინაცია სად იქნება?
მე არ გეკითხები როდის, იმიტომ რომ ძნელი პროგნოზი ამაზე, ძნელად გასაკეთებელი, მაგრამ კულმინაცია რა იქნება? მადლობა საზოგადოებისთვის იმ ადამიანებს მინდა მადლობა გადავხადო, ვინც გამოდის ყოველდღიურად რუსთაველზე და ჯერ კიდე ითმენს და ელოდება. აძლევს საშუალებას, რომ ქართულმა ოცნებამ მშვიდად ადგეს და წავიდეს და ელემენტარულად სახე რაღაცა რაღაც დონეზე შეინარჩუნოს, რომ აქ მაინც კაცურად მოიქცნენ. მაგრამ მოლოდინი არის ის, რომ რასაც იქნება საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ესეთი, რომ ხალხმა უკან დახია, ან ხალხის მოთხოვნა და ხალხის ნება თუ არ იქნა, რომ დავიშალეთ სახლებში წავედით. ძალიან ტყუილა ელოდებიან მაგას. ანუ ქართველი თუ საკუთარ ხალხს არ იცნობს და მე უკეთ ვიცი, ერთდროულად თან სამწუხარო მაგათვისთან მე მიხარია, რომ ანუ გამორიცხული ამ ხალხს ვერავინ შეაჩერებს. სანამ ბოლოში არ მიიღო. ხო, სხვათა შორის დღეს დათა თავაძე წერდა, რომ წინააღმდეგობის ისტორიაა საქართველოს ისტორიაო და ჩვენ არ ვეგუებითო და არ მარტო არ ვებრძო წინააღმდეგობას უწევთ. რა, აი როგორც გარეთვალი, რა სიტყვი იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც თვლიან, რომ აი ბარიერი გადალახეს და მარტო იმათი არის ეს ოპოზიციური ბაზარი იმ 4 პარტიაზე. აი აქციებზე რო დადიხარ, ხალხს ჯერა იმათი, თუ მოთხოვნა არის საზოგადოებაში ახალი პარტიების, ახალი სახეების. ჯერ მინდა ვთქვა ის, რომ ცდილობენ ყოველ დღე ეს დარბიან გიჟივითი ოღონდ იპოვონ ორგანიზატორი. ვიღაცა მოგონილი ორგანიზატორი. ყველამ უნდა მიხვდეს, რომ არ არსებობს არანაირი ორგანიზატორი, არ არსებობს არანაირი გეგმა, ხალხმა აიღო საკუთარ ხელში ამ კვებნის ბედი. და ოპოზიციურმა პარტიებმა ცდილობენ, რომ გამოიყვანონ, რომ ვითომ აი მოთ პარტიას გულისხმობ, ხო? კი, რომ მართავენ, რომ რაღაცაში, ანუ კი, განან ჩვენს გვერდში, ხალხის გვერდში, მაგრამ ხალხი აკეთებს და ხალხი წვეთს. და უნდა ხალხს ახალი ლიდერები, ახალი სახეები? აუცილებლად. აი მაგალითად როგორც არის პარტია ჩვენ და ასე შემდეგ, ხო? ან მობეზრდა ისინი როგორ ატყობ შენ, ვინც 20 წელი პოლიტიკაში არის? უბრალოდ აღარ ჯერა და ძალიან ბევრჯერ გამიგია აქციის დროს, ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს Facebook-ზე. მე ახლა ჩემს სიტყვებს არ ვამბობ, უბრალოდ ციტატა, რომ არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ესენი რო წავლენ, თქვენ მოხვალთ. არ გქონდ ტყუილად გაქვთ მაგის იმედი. იმიტომ რომ ანუ ხალხი ელოდებოდა, რომ და რაღაცას გააკეთებს ეს ოპოზიცია, დარჩა ისე ვთქვათ იმედგაცრუებული და ადგა და გააკეთა თვითონ. და რატომ ეს ხალხის მოგება უნდა აიღოს ვიღაცამ პიროვნულად? მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დგანან, არა მხოლოდ რუსთაველზე, სხვათა შორის აი მაგაში შევწდი, რომ არ აღნიშნე, რომ პროტესტი მიმდინარეობს მთელ საქართველოში, ქუთაისში, ბათუმში, ხაშურში, ძალიან ბევრ ქალაქში და ეს ადამიანები მხარს დაუჭერენ ნებისმიერ ახალ პარტიას, რომელიც გააზიარებს მაგათ იდეებს, ევროკავშირთან გაერთიანებას, საქართველოს სიტუაციის გაუმჯობესებას და უკეთეს მომავალს. კარგი და ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, ერთ კითხვას დაგისმევ კიდე და მე მოვრჩეთ. აი ტომირის რა სეტყვი იმ ადამიანებს, ვინც აი ახლაც დგანან რუსთაველზე თუ რა ვიცი, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და ითხოვენ ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ადამიანებზე გეკითხები, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გულსრფელად გადიან და არა პოლიტიკურ პარტიებზე, თუნდაც იმოთხოვ პარტიაზე. პირველ რიგში უღრმესი მადლობა. არა მხოლოდ მე გიხდით მადლობას და ყველა ის ემიგრანტი, ყველა ის ადამიანი, ვინც გულით და სულით არის ახლა თქვენთან ერთად რუსთაველზე ან ერისმოედანზე ბათუმში,
იმ ადამიანების სახელით ავიღებ ჩემ თავზე ამ პასუხისმგებლობას, რომ ყველა სახელით გეტყვით მადლობას. დამაგრდით, იცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანობით, ერთობით გავიმარჯვებთ. აუცილებლად საქართველოში იქნება უკეთესი მომავალი, რომელსაც ჩვენ შევქმნით და აღარასდროს საქართველო არ იქნება ვიღაცის, ესე ვთქვათ, რესპუბლიკა. ისე ხომ არა გეგმავთ, რომ საქართველოს ცხოვრებმა არა მოქალაქეებმა, ვინც დიდი ხანი აქ ცხოვრობ, წლებია, არ ვიცი ამას როგორ ქვია, რეზიდენტი ქვია თუ როგორ ქვია, არ ვიცი, რომ მოაწყოთ ერთი მარში თქვენც. მე იმდენად არ მაქვს შეხება ესეთ ხალხთან, მაგრამ ძალიან კარგი იდეა და შეიძლება. აი მას როგორ შევხვდი, კი დავასრულოთ მეთქი, მაგრამ უცებ კითხავ, ინგლისელი ტურისტი რო დაიჭირეს. აი ეს რა სიგიჟე არის, რომელიც უბრალოდ მიდიოდა სახლში და გაიარა თავისუფლების მოედანზე. ისინი არ უყურებენ ვის იჭერენ. ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ რამდენ ადამიანსაც დაიჭერენ, იმდენად იქნება რაღაც როგორც ვიცი აქვს დანამატი ბონუსი ან არ ვიცი ზუსტად რაღაცის სახელი, მაგრამ რაღაცა შეღავათი ექნება ადამიანების დაჭერილების რაოდენობაზე და გავიგე და მართლა ბოლო კითხვა, აი შინაგანად როცა მარტო ხარ, ფიქრობ, რაღაც გული ხარ წყდება, რომ არ დაიბადე საქართველოში ქართველად. აქ ხომ ვინათლე? ხო. ვთვლი მაგას მეორე დაბადებად. ეგრე იყო საჭირო. მე მჯერა რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, იქნება სიმართლის მხარეს, ყველაფერში გვეხმარება და მან იცის როგორ არის საჭირო და როგორ არის სწორი და ესე იყო საჭირო, რომ ჯერ ის ცხოვრება მენახა, თორემ შესაძლოა იქნებოდი ახლა იმ ადამიანებში, ვინც ვერ ხვდება, რომ რატო. ანუ შეიძლება კოცი ყოფილიყავი? მაგრამ კოცი არა, მაგრამ აი უბრალოდ ვინც არც ის არის, შუაში ცუდი რო არიან და რატომ რა არის ცუდი რო აი ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ის ცხოვრება არ არის. ხო, მე მგონი ეგეთი ადამიანი დღეს უკვე ცოტაა, ვინც შუაში ისდია. დავასრულოთ ტომირის, არ გადავღალოთ მაყურებელი. გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო ტომირის კამაროვა, მართალია ის არ არის ჟანა დარკი, მაგრამ რაღაცით აი ხარ ველაპარაკებოდი, სულ თავში ეს ჟანა დარკი მიტრიალებდა, არ ვიცი რატო. მე ვარ ვანო პავლიაშვილი, თქვენ უყურებთ გადაცემა ჩვენი დრო, რომელიც გადის ყოველ დღე 21 საათზე პოლიტიკური პარტიის ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.